ირაკლი კობახიძე ირაკლი ხარიბაშვილის ნათესავებს მიადგა. რა შუაში ირაკლი ხარიბაშვილი? შუაში არა, თავში აბანოლებში. როგორ მოხვდებოდით ამ ორგანიზაციაში ირაკლი ხარიბაშვილის გარეშე? ირაკლი ხარიბაშვილის ცოლის ძმა, ირაკლი ხარიბაშვილის ბიძა, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ძმა და სხვები სახელმწიფო კომპანიაში დასაქმებულ მათი ოჯახის წევრებს თანამდებობებიდან ერთი მეორის მიყოლებით უშვებენ. ეხლა გამოვშვე სამსახურიდან. ირაკლი მოაწყო? ქართულ ოცნებას წლების განმავლობაში დამალული ამბავი გაუსკდა. მამა თქვენი რეკომენდატორი საქრუს ენერგოში თქვენ იყავით? ოცნების ლიდერების ოჯახის მდიდარ წევრებს ფულს სახელმწიფო კომპანიებიდან უხდიდნენ. მე ვენახე ადამიანი ენერგეტიკოსი თუ იყავით, ვერ წარმოვიდგენდი. 8 საათზე გადმურთე და ნახე, ვინსად ყავდათ დასაქმებული. თქვენ როდის იყავით ბანკეთო ბოლოს სამსახურში? არით შემეშვი დაბანებით რა თავი. ისინი სამსახურში არც კი დადიან და უფასო ფული მისდით. ენერგეტიკაში კარგად ერკვავით? საქართველოში ყველაფერში კარგად ვერკვევი. რაციებმა გამოჟონვა დაიწყო და შაბათის ეთერმა ტელერეპორტაჟების სერია ქართული ოცნების პენსიაზე გასულ ლიდერებს და მოქმედების ოჯახის წევრებს განცხადებებს აწარინებენ, რომ კვალი წაშალონ. საქრუს ენერგოში ირაკლიმ დაგასაქმად ღარიბაშვილმა. მიკითხულობს ამას. TV პირველიდან გაწუხებთ პანორამას. პოსტები მისცეს მათ, ვინც ჯერ ნიშას ადიდებდა, შემდეგ სააკაშვილი დაგმო და ქართულ ოცნებაზე გადაერთო. საქრუს ენერგოში როგორ მოხვდით? ხო და რა ბებია შენი საქმეა მაი შენი. ბატონო? სახელმწიფო კომპანიებში ჩვენ აღმოვაჩინეთ დასაქმებული არა მხოლოდ ხალხი პარტიული ხაზით, არამედ ისინი, ვინც სამთავრობო არხების ეთერში ივანიშვილის დიდებით გამოირჩევა. ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის აი რაღაცა ზღაპრის გმირთან ასოცირდება. თეატრმცოდნე თია გაბადაძე სტრატეგიული ელექტროგადამცემი ხაზების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში გააფორმეს. როგორ მიბედა ვაფშე მირეკავ და შენ ვინ გეკითხება? ვინ ახარ? უმუშევრობის გამო ხალხი რომ ემიგრაციაში მიდის, ამ დროს ნახეთ ფიქტიურად გაფორმებული ადამიანები სახელმწიფო კომპანიებში რა თანამდებობებზე მუშაობენ და რა ფულს იღებენ თქვენი ჯიბიდან. დასაქმებულები ვიყოთ. თქვენ ცხოვრობთ ახლა სიდედრის ნაჩუქარ ბინაში. თქვენ სიდედრზე მინდა გკითხოთ. ირაკლი ზარქოა სიდედრი და მშენებარე კორპუსი. თქვენ მოჭუბებთ ხერი? გაუშვი და ოპერატორს. მერია ჯერნებართვის გაცემაზე უარს ამბობდა, შემდეგ კი გადაიფიქრა. რა როლი ქონდა დეპუტატ სიდედრის სარფიან გარიგებაში? არაკომპეტენტური ხართ. რატომ ვარ მეორე რო არაკომპეტენტური? დოკუმენტებით დაგიდასტურებთ ყველაფერს. ხო, მესამე რო უზრდელი ხართ. და მეოთხე თქვენ რა გამოდიხართ ინფორმაცია ახლა მაგას რომ მეუბნებით? ზარქოა სიდედრი ითხოვდა კომერციული ფართების აშენების უფლებას. საბოლოოდ აშენდა 9 სართულიანი კორპუსი. რის სანაცვლოდ დაალაგდა საქმე მერიაში? სიძის დახმარებით მოახერხეთ ეს ყველაფერი? ზონალური ცვლილება შეგიცვალეს. როდესაც ოცნების დეპუტატები ხდებიან, მალევე მათი ოჯახის უქონელ წევრებს უჩნდებათ ბიზნესი. ჩვენ ვარკვევდით, ეს დროში დამთხოვაა თუ ივანიშვილის პარტიის ჯილდო თავგამოდებული წევრებისთვის. ეს დეპუტატია. არა, ეს დეპუტატის ცოლის ძმა. გინახავთ აქ? კი, ვინახავ. დღეს გიყვებით ირაკლი ზარქოას ცოლის ძმის რუსული ხორბლის ბიზნესზე და ტერმინალზე ლარსში. რას ქვია გეჩქარებათ? რუს პარტნიორთან ერთად დააფუძნეთ, ბატონ გიორგი. კომპანია ზარქოას ცოლის ძმას მაშინ გაუჩნდა, როდესაც სიძე ოცნების სახედ იქცა. შემოქონდა მორცულეული რუსეთიდან. აი რუსული მანქანები ხო იაფადში მოდიოდნენ აქ. საბაჟო აკეთებდა ყველაფერს. ზარქოა კითხვებზე პასუხად მხოლოდ ილანძღება. თავხედი ხარ, თავხედი, არაკომპეტენტური თავხედი და ჩვენ მამოწმებდით ფაქტებს და რაც ვიპოვეთ, მოგიყვებით 8 საათზე. პირველად და მხოლოდ ამ ეთერში ლემან ჯანგოლაძის მკვლელობის საქმის ახალი ვიდეო მასალა. ჩვენ მოვიპოვეთ სასტომრო ამბასადორის ფარული კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულ ლევან ჯანგველაძეს ჯერ კიდევ ზამთარში კილერი ბარათაშვილის ქუჩაზე უთვალთვალებდა. სროლა რომ იყო ამბასადორთან და კილერი რომ გადაადგილდებოდა პოლიციას დაურეკეთ. შაბათის გუნდმა ჯანგველაძის მკვლელობის გამაუგნებელი დეტალები დაადგინა. ვიდრე კილერი მას მოკლავდა სატესტო გასროლა ჰქონდა. თვეებით ადრე იქ სადაც ჯანგველაძე იყო,
ისროლა და შეამოწმა ექნებოდა თუ არა პოლიციას რეაგირება. ჯანგველაძეს მკვლელობაში ბრალდებული დღეების განმავლობაში გადაადგილდებოდა და გასროლაც მოახდინა. პოლიციას რომ სატესტო გასროლის საქმე არ ჩაეფარცხა, იქნებოდა თუ არა დღეს ცოცხალი ლევან ჯანგველაძე. პრევენცია რატომ ვერ მოახდინეთ ბატონშოთ? ჰქონდა თუ არა მკვლელობის დამკვეთს გარანტიები, რომ პოლიცია თავარ ფიგურანტებს ხელს დააფარებდა. ფარცხალაძეს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ დანაშაულთან. ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები, გიორგი ჯოხაძე, ხმაურიანი გვარები კანონიერი ქურდის ძმის საქმეში. ვის კვალზე უნდა გავიდეს გამოძიება, რომელიც საქმეს საეჭო დაჭიანურებს. გიყვებით დღეს 8 საათზე. ქაოსის სასამართლოში ვინ გასცემს ქალების ცემის და შულმკვდარი დედების აწიოკების ბრძანებას. დღეს გიყვებით დავით მატიაშვილზე, სასამართლოს მანდატურების შეფზე, რომელსაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები კიბიდან დაგორებაში და ანგარიშწორებაში სდებენ ბრალს. მანაზარდიაშვილმა დაგასახმათ მანდატურას. თქვენ დაბადებული არ იყავით მერო სახელმწიფოს ვემსახურებული. ხო და პოლიციელი იყავით? ვინ ფარველობს მანდატურების შეფს დავით მატიაშვილს? და როგორ იქცა ერთი რიგითი მანდატური თავარ სადამს ჯელო იარაღად. მე დამარტყა აპრიალა დრუშასავი. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. ძალადობს განსაკუთრებით ქალებზე. გახმაურებული საქმეების ყოველ პროცესზე სასამართლო ემსგავსება რინგს. კეტავენ შენობა ჟურნალისტებისთვის პროცესზე არ უშვებენ დამსრებს. 47 კილო არ და 47 კილოს უპირისპირდება 4 მანდატურის. 8 საათზე ნახეთ, რის ფასად გვიწევს სასამართლოს ხდომების გაშუქება და როგორ ცდილობენ უკანონოდ დაკავებულების ოჯახის წევრებს პროცესებზე ჯოჯოხეთის გზა გაატარონ. ამ კვირაში თქვენთვის მოსაყოლი ბევრი ამბავი დაგვიგროვდა. ამიტომ დღეს საღამოს 8 საათზე გელოდებით აქ, TV პირველის ეთერში.